თუ თქვენი მეგობარი ძმაკაცი, ან უბრალოდ ნაცნობი ოდესმე გითხავთ, როგორ დავწვათ ცხიმი, როგორ დავიკლო, როგორ მოვიმატო კუნთოვანი მასა, ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა ორივე ერთად. უბრალოდ ეს ვიდეო აჩვენეთ, რადგან დღეს დეტალურად განვიხილავ და აგიხსნით ყველაფერს, ისიც ოდნავ სჭირდებათ. ვიდეოს ბოლოს კი გეცოდინებათ, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა იქნება თქვენთვის საუკეთესო მიზნობრივი მიდგომა, რა არის მითი, რა არა და ასე შემდეგ. დავიწყოთ. სანამ ჩაურმავდებოდეთ, მოდი ერთ მარტივ შეკითხვას უპასუხოთ. საერთოდ რატომ ვიმატებთ ან ვიკლებთ წონაში? ნუ იმიტომ არა, რომ ცუდი მეტაბოლიზმი გვაქვს, არც იმიტომ, რომ გემრიელ საჭმელს მივირთმევთ. არა, ჩვენი ორგანიზმი მუშაობს როგორც მანქანა. და ყველა მანქანას სჭირდება საწვავი. ჩვენ შემთხვევაში საკვები, რომ გამოიმუშაოს ენერგია. თუ იმაზე მეტ კალორიას, ანუ ენერგიას მიიღებ, ვიდრე მოიხმარ, ჩვენი ორგანიზმი მას დაარეზერვებს ცხიმის სახით. ხოლო თუ იმაზე ნაკლებს მიიღებ, ვიდრე მოიხმარ, ორგანიზმი ენერგიის კომპენსირებას სწორედ გადანახული რეზერვუარიდან მოახდენს. რაც ხშირ შემთხვევაში არის ცხიმი, მაგრამ თუ ფრთხილად არ იქნებით, შესაძლოა ამ რესურსად კუნთებიც იქცეს. კუნთები ორგანიზმისთვის, ესე რომ ვთქვათ, ძვირი შესანახია, ამიტომ მათი ენერგიად გარდაქმნა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება. მაგალითად, შიმშილი, ზედმეტი კარდიო ან არასაკმარისი ცილის მიღება შესაძლოა გახდეს ამის მიზეზი. ამ პროცესს კატაბოლიზმი ეწოდება და დამიჯერეთ ეს თქვენი ორგანიზმის ინტერესებში არანაირად არ შედის. ალბათ ხსმენიათ შემდეგი ფრაზები: წონას ვერ ვიმატებ, რადგან სწრაფი და პირიქით ვერ ვიკლებ, რადგან ნელი მეტაბოლიზმი მაქვს. რეალურად მეტაბოლიზმი არ არის რაღაც მაგია, რაც გიზღუდავთ მომატებას თუ დაკლებას. მეტაბოლიზმი უბრალოდ წარმოადგენს ჯამურ ენერგიას, რასაც ჩვენი ორგანიზმი დღის განმავლობაში მოიხმარს. ეს ჯამური ენერგია კი სამი ძირითადი კომპონენტისგან ჯამდება. პირველი ეს არის კალორიები, ანუ ენერგია, რაც იხარჯება სიცოცხლის უნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგალითად სუნთქვა, გულისცემა და ასე შემდეგ. მეორე, აქტივობის დონე, კალორიები, რაც არის ვარჯიშის ან ნებისმიერი აქტივობისას მოვიხმართ და მესამე, კალორიები, რაც საჭიროა საჭმლის გადასამუშავებლად. კი, საკვების მონელებასაც სჭირდება ენერგია. მართალია, ზოგ ადამიანს აქვს შედარებით ნელი ან სწრაფი მეტაბოლიზმი, მაგრამ რაც რეალურად წყვეტს ცხიმის წვას თუ კუნთოვანი მასის მატებას, ის არის თუ რამდენს ვჭამთ და როგორი აქტიურები ვართ. აქვე დავამატებ, რომ მეტაბოლური პროცესის ცვლილებაც შესაძლებელია. კუნთოვანი მასის მატება მას აჩქარებს, რადგან მისი შენებისას მეტი კალორია იწვება, შემცირება კი პირიქით ანელებს. ამიტომაც დამეტებული დიეტები ხშირ შემთხვევაში უფრო უარყოფით შედეგებს იძლევა. ასე რომ მეტაბოლიზმის დადანაშაულებას უმჯობესია იმაზე ფოკუსირდე, რისი კონტროლიც ნამდვილად შეგიძლია. შენი ვარჯიში, კვება და სისტემატიურობა. ეხლა კი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. შესაძლებელია თუ არა კუნთოვანი მასის მატება და ცხიმის წვა ერთდროულად? პასუხი არის დიახ, შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ კონდიციებში. მაგალითად, თუ კი დამწყები ხარ, შენი ორგანიზმი ვარჯიშის მიმართ ზედმეტად მგრძნობი არის და გარკვეულ ეტაპამდე შეგიძლია დაწვა ცხიმი კუნთის მატების პარალელურად, ეგრეთ წოდებული beginner gains. ასევე, თუ კი ჭარბწონიანი ხარ, შენს ორგანიზმს საკმარისად აქვს ცხიმის მარაგი ენერგიად გარდასაქმნელად. შესაბამისად, კუნთებს აქვთ რესურსი, რომ კალორიულ დეფიციტშიც გაიზარდნონ. და კიდევ ერთი შემთხვევა, როცა უბრუნდები ვარჯიშს პაუზის შემდეგ, სადაც უკვე კუნთის მეხსიერება აქტიურდება. მაგრამ უმეტესი გამოცდილი ან პროფესიონალი მოვარჯიშისთვის თითქმის შეუძლებელია, რომ ორივე პროცესი ერთდროულად წარიმართოს. თუ კი რა თქმა უნდა არ ჩავთავთ სტეროიდებს, თუმცა ამ ვიდეოში ნატურალობის ფარგლებში ვსაუბრობთ. ასე რომ რაღაც ეტაპზე მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ კონკრეტულ მიზანზე, რადგან ორივეზე ერთად ფოკუსირება საგრძნობლად შეანელებს თქვენს პროგრესს. მოდი მარტივად დავხსნათ თუ რა იქნება თქვენთვის საუკეთესო მიდგომა მიზნიდან გამომდინარე. თუ ხარ სუსტი და გინდა კუნთოვანი მასის მომატება, უნდა იყო კალორიულ პროფიციტში, მიიღო იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე მოიხმარ, ინტენსიური ვარჯიშის და ცილოვანი კვების ფონზე. თუ ხარ ჭარბწონიანი და გინდა ცხიმის წვა დაკლება, ამ შემთხვევაში კალორიული დეფიციტი. ასევე სიმძიმებით ვარჯიში, რაც კიდევ უფრო მეტ კალორიას გვახარჯინებს, ნორმის ფარგლებში კარდიო ვარჯიშები და რა თქმა უნდა ცილოვანი საკვების მიღება, რომ თავიდან ავირიდოთ კუნთოვანი მასის დაკარგვა. ხოლო თუ სადღაც შუაში ხარ, არც სუსტი, არც ჭარბწონიანი და უბრალოდ უკეთეს ფორმაში გინდა იყო, აქცენტი გააკეთე ძალისმიერ ვარჯიშებზე, მითვი ტოლფასი ან სუმცირე კალორიული ნამატით და თუ მონდომობით და მოთმინებით მიუდგები, აუცილებლად მიაღწევ შედეგს. შეიძლება ახლა ზოგიერთმა გაიფიქრეთ, რომ ამ ყველაფერს ისედაც ვაკეთებ, მაგრამ შედეგი მაინც არ მაქვს. თუ კი ვერ ახერხებ კუნთოვანი მასის მატებას, სავარაუდოდ არ ითვალისწინებ შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებს. პირველი, არ იღებ საკმარის საკვებს. შეიძლება ფიქრობ, რომ იღებ, მაგრამ დამჯერე არ იღებ. კუნთებს დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდებათ, რომ გაიზარდნონ. ამიტომ თუ პროგრესი შეგიჩერდა, გაზარდე კალორიაჟი. მეორე, ვარჯიშობ ზედმეტად ბევრს. მეტი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს. გადამეტებული ვარჯიში სათანადო აღდგენის გარეშე პირიქით გააუარესებს თქვენს პროგრესს. და მესამე, საკმარისად არ გძინავს. კუნთების აღდგენა, ჰორმონალური სინთეზი ძირითადად ცილის დროს ხდება, ამიტომ თუ 7-8 საათზე ნაკლები გძინავს, ესეც იმოქმედებს შენს შედეგზე. ხოლო მიზეზები, რის გამოც შეიძლება არ გამოგდიოდეს ცხიმის წვა, ეს შეიძლება იყოს ფარული კალორიები. შეიძლება ფიქრობ, რომ აკონტროლებ თუ რას მიირთმევ, მაგრამ არ ითვალისწინებ ფარულ კალორიებს. ეს შეიძლება იყოს ზეთი, კარაქი, სასმელები, ეგრეთ წოდებული ჯანსაღის სნექები და უამრავი სხვა. ასევე
შესაძლოა არ გამოირჩეოდე საკმარისი მოთმინებით. ცხიმის წვა ხანგრძლივი პროცესია, თუ რამდენიმე დღე რეჟიმში ხარ, მერე კი რამდენიმე დღე გადაუხვევ, ეს შედეგს არ მოგცემ. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სხეულის ტიპს, ძირითადი ბაზა ერთია. თუ კი კალორიებს, ნუტრიენტებს და ვარჯიშს კარგად დაეუფლებით, შედეგი გარანტირებულია. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ცხიმის წვა ხდება, როცა ვართ კალორიულ დეფიციტში, მოვიხმართ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ვიღებთ. კუნთოვანი მასის მატება ხდება, როცა სისტემატურად ვარჯიშობ და იღებ საკმარის ნუტრიენტებს. მეტაბოლიზმი არ არის დაბრკოლება, თუ კი რაიმე სამედიცინო დარღვევა არ გაქვს, ეს არ არის მიზეზი, რომ ვერ მოიმატო ან დაიკლო. გადამწყვეტია შენი ჩვევები და ცხოვრების სტილი. და დიახ, შესაძლებელია ცხიმის წვა და კუნთოვანი მასის მატება ერთდროულად, თუმცა მხოლოდ სპეციფიურ შემთხვევებში. მოკლედ, დაისახეთ მიზანი, შეუდექით მის შესრულებას და მხოლოდ მოკლე გზების ძიებით ნუ შემოიფარგლებით. და სულ ეს იყო. თუ დაგეხმარათ ეს ვიდეო, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კიდევ სხვა თემები, რის განხილვასაც ისურვებდით. ნაობა შეხვედრამდე.